ბათუმელების პირდაპირ ეთერში მოგესალმებით, ვიმყოფებით ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან, აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც მიმდინარეობს საპროტესტო აქცია. დღეს გახლავთ აქციის 347 დღე და თქვენ ახლა კადრში ხედავთ მათე დევიძის სიტყვებს სინათლის საძიებლად უსასრულო წყდიათში. ასე ეხმაურებიან ბათუმში აქციის მონაწილეები მათე დევიძის პატიმრობის 1 წლის თავს. როგორც მოგეხსენებათ, დღეს ზუსტად 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სინდისის პატიმარი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ახალგაზრდა მათე დევიძე დააკავეს. აქცია ბათუმის საკონსტიტუციო სასამართლოსთან უწყვეტად მიმდინარეობს, უკვე თითქმის 1 წელია, უფრო სწორად რომ ვთქვათ, 28 ნოემბერს გახდება აქციის საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 წელი. ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ბოლო დღეებია გადმოინაცვლეს აჭარის მთავრობის სახლთან, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია, თქვენ ახლა ამ ტერიტორიას მოპირდაპირე მხარეს ხედავთ, აგურის შენობა გახლავთ საქართველოს დროშით, წინა ნაწილი არის ჩაბნელებული, არ ვიცით ეს საგანგებო ჩაბნელეს თუ უბრალოდ შემთხვევითი ამბავია, მაგრამ ფაქტობრივად ქუჩის ეს ნაწილი აღარ ნათდება და ამიტომაც აქციის მონაწილეებმა გადმოინაცვლეს აჭარის მთავრობის სახლთან. აქ ტრადიციულად მობილიზებული გახლავთ პოლიცია და დღეს აქ აქციის მონაწილეებმა მითხრეს ისიც, სანამ თქვენთან შემოვიდოდი პირდაპირ ეთერში, რომ აქ დღეს მცირე ინციდენტსაც ჰქონდა ადგილი, კერძოდ ჩამოიარა ავტომობილმა, რომელმაც საიდანაც შეურაცხყოფა მიაყენეს აქციის მონაწილეებს, შემდეგ მეორედ ჩამოიარეს იგივე ავტომობილით და კვლავ ჰქონდა რაღაც სიტყვა შეურაცხყოფის მცდელობა იყო და შემდეგ ჩაერია პოლიცია, რომელმაც აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ აი მათაც უპასუხეს შეურაცხყოფაზე და ამის გამო არიდებდნენ მათ ამ მანქანას. ჩვენ გავესაუბრებით ახლა აქციის მონაწილეებს და შევეცდებით ამ ინციდენტის შესახებ უფრო მეტი გავიგოთ და თან მოვისმინოთ დღეს რა მთავარი ამბები განიხილება ბათუმში საპროტესტო აქციაზე. მე ასევე შეგახსენებთ, რომ გუშინ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა მზია ამაღლობელის დასკვნითის ხდომა და სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატყობა მზია ამაღლობელის განაჩენი, რომელიც მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოუტანა და სააპელაციო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა მზია ამაღლობელი, საუბარია 2 წლიან პატიმრობაზე. დღეს ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელის სარჩელის სამართლებრივი გზა, ასე ვთქვათ, გაგრძელდება და ადვოკატები მიმართავენ უზენაეს სასამართლოს. შემდგომი ეტაპი გახლავთ სწორედ უზენაესი სასამართლო, თუმცა ამას აქვს თავისი ვადები, განხილვას 6 თვის ვადაში უნდა განიხილოს უზენაესმა სასამართლომ სარჩელი და მას შემდეგ, რაც აპელაციას უკვე დასაბუთებულ განაჩენს წარმოადგენს 2 კვირის ვადაში, შემდეგ კიდევ 2 კვირიანი ვადა უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეტანამდე და შემდეგ უკვე დაიწყება უზენაეს სასამართლოში განხილვა. შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელს 2 წლით აქვს მისჯილი პატიმრობა და იგი დააკავეს 2025 წლის 12 იანვარს სისხლის სამართლის წესით ბათუმის პოლიციის მთავარი განყოფილების შენობასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება, თავიდან ასე გამოიყურებოდა მზია ამაღლობელის ბრალდება, შემდგომში მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და ამას 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოდით ახლა შევეცადოთ გავესაუბროთ აქციის მონაწილეებს, რომ გვიამბონ რა მოხდა აქ აქციამდე
აი თქვენ კითხავთ თუ შეიძლება აი იყო აქ ასეთი რეპლიკა არაფერი ისეთი გვაგინეს უბრალოდ აი ხა შევეცდები მარიამ გამარჯობა თუ იყავით აქ აქციაზე აქ მცირე ინციდენტს ქონდა საუბარი ადგილი როგორც გითხრეს და რომ გვიამბოთ მოკლედ რა მოხდა რაში იყო საქმე რაღაც მანქანა რომელიც მუნიციპალური სამსახურის მანქანის იმით იყო აჭარა წყლის მოვიდა გვაგინა წავიდნენ და მე კიდე მოვიდნენ ისევ ალბათ საქმის გასარჩევად დიახ და პოლიციას არამხრივი რეაგირება არ მოხდენია გასაგებია პირიქით თქვენ გამოგარიდეს როგორც ესე პასუხი ხო დაუბრუნეთ აბა რა ვქნათ ახლა აბა პირველად რო დაიწყო არა უშავს მაგას თავარია თქვა ხო დაუბრუნეთ პასუხი ბარი-ბარში ხართო აი ესე აგვარებს ხუჩურად პოლიცია უკვე ესე წვეთს ადრეც ყოფილა ხომ როგორც მახსოვს ხშირად არა მაგრამ რამდენიმე შემთხვევა როგორც მახსოვს იყო გამბლელების მხრიდან რაღაც ტიპის პროვოკაციის მცდელობის ხო დილობენ ხალხი წამოიკიდონ რაღაც სამართალ დარღვევაზე რომ მე შეგვეცოდაონ ალბათ არ ვიცი არიან რომ აი რაღაცა მასე არა მე არ მისაუბრებია ვითომ ამხანაგურად მოდის მეგობრულად და მე იწყებს ისეთი რაღაცები თქვა ძალიან უხეშად ის კი არა რომ აი ემოციურად გაგითვალისწინოს ეს სად არის და რა თქმა უნდა თუ არ გვეთანხმება იცის რომ არ ვეთანხმებით მაგრამ აი რაღაც ჯიქურ მოდიან კი ბატონო მარიამ ერთმანეთს ვეწყნარებთ ხოლმე რომ აი არ შევყვეთ ამ პროვოკაციას გუშინ თქვენ იყავით როგორც ვიცი ქუთაისის აპელაციო სასამართლოში მზიას პროცესზე თქვენი აზრი მაინტერესებს როგორც აქციების ხშირი მონაწილის როგორც მოქალაქის რომელიც მზიას პროცესებსაც ესწრებოდა რა მოლოდინი გქონდათ და განვითარდა თუ არა მოვლენები ისე როგორც თქვენ ელოდით ველოდი რომ ძალაში დატოვებდნენ საქალაქოს გადაწყვეტილებას მაგრამ აი რაღაც პატარა ნამბეჭკალი სულანთია ეგებ ვიღაცას მოერიოს დაკვეთას ეგებ დადგეს სიმართლის მხარეს ეგებ ისინდისოს მაგრამ ეს ეგებ არასოდეს არ ხდება რაც მეანიშნავს იმაზე რომ სრულიად ხელში უჭირავს რეჟიმს და ძალაუფლების ვერტიკალს სასამართლო სისტემა. სრულიად დაკონტროლებენ და არც ერთ მოსამართლოს თუ მოსამართლეთა კოლეგიას არ აქვს ავტონომიურად გადაწყვეტილებების მიღების საშუალება. გუშინდელი პროცესზე დაინახეს კიდეც დარბაზიდან მოსამართლეები, როდესაც სათათბიროდ გავიდნენ, რომ გადაეწყვიტათ რა მოისმინეს შეეფასებინათ, ტელეფონზე ლაპარაკობდნენ. რა თქმა უნდა ტელეფონზე ლაპარაკობდნენ. ანუ და რა ვიცი, განცდა გვაქვს, რომ ეს სასამართლო პროცესებიც გუშინდელიც აწირაც იქნება ასე შემდეგ ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქნება ასე. თუმცა ამ ფორმალობებს მაინც უნდა მივყვეთ ბოლომდე, სულ ცოტა დოკუმენტირებისთვის თავი უნდა შევიწიხოთ. მეც განცდა ახლა ამაოდ ვშრომობთ. მაგრამ ეს ჯერჯერობით გრძელვადიან პერსპექტივაში ეს საქმე არის გასაწევი. უნდა ვიაროთ პროცესებზე, მივყვეთ ბოლომდე, გავასაჩივროთ, რაც გასაჩივრებელია და შევუნახოთ მომავალ თაობებს ისტორია იმისა რა იყო, როგორ იყო. ან თუ კი მალე დადგება იმედი მაქვს, როდესაც ნამდვილად დაიწყება გარდაქმნა სასამართლო სისტემის, იცოდნენ რა შავ საქმეები უკეთებია, როგორ დაცემულა, რომ მეორედ აღარ გაიმეორონ. კი ბატონო. დიდი მადლობა მარიამ. აქ აქცია ტრადიციისამებრო იწყება დაახლოებით საღამოს 7 საათზე და გრძელდება 2-3 საათის განმავლობაში.
ვხედავ როსტოს ზუგდიდელ აქტივისტს კადრში. შევეცდები რომ მას გავესაუბრო. როსტო გახლავთ არტისტი, რომლის სტენსილი ცნობილია. როსტო გამარჯობა, ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ. თქვენ დღეს ბათუმში ხართ, აქციას უერთდებით თუ რაღაც პირადი ანუ სხვა საქმეზე ხართ ჩამოსული? გუშინ იყო მზიას პროცესი ქუთაისში და ქუთაისში ვიყავი და იქიდან წამოვედი დღეს აქციას უერთდებით. როსტო, თქვენ როგორც აქტივისტ, როგორც ჯიუტ არტისტ ზუგდიდიდან, ასე ვთქვათ, მინდა გითხოთ ერთი რაღაც. აი ბოლო დღეებია სულ ლაპარაკობენ, განიხილავენ Facebook-ზე, პირად საუბრებში იმას, რომ რა შეიძლება იყოს შემდეგი. თითქოს ყოველ ჯერზე რაღაც უარესი ხდება, ხომ? რაზეც პასუხი აქვს პროტესტსაც, საზოგადოებასაც, პასუხი გაქვს თქვენ პირადი პასუხი როგორც არტისტს მათ შორის, ხშირ შემთხვევაში. აი თქვენ რას ელოდებით ეხლა, რა შეიძლება მოხდეს კიდევ? რა გეგმა, რა შეიძლება გქონდეს გეგმაში ოცნებას და ზოგადად როგორ მუშაობს ეს ადამიანებზე, მათ შორის პროტესტის მონაწილეებზე, მუდმივად რაღაც ტიპის შოკურ მდგომარეობაში ყოფნა, როდესაც ყოველდღიურად რაღაც აბსურდული ამბები გვესმის ფაქტობრივად. თავისუფლება რეჟიმის თქმას. უბედურება ის არის, რომ არაფერი ახალი არ ხდება. რუსის შექმნა ისე მუშაობს დღესაც, როგორ მუშაობდა გუშინაც სხვაგან და აქაც იგივეს აკეთებს, რაც სხვაგან უქნია. არაფერი ახალი აქ არ მოხდება. შეიძლება ტექნიკურად რამენაირად ფორმები შეიცვალოს, უბრალოდ რუსული შექმნის მიზანი ის არის, რომ ჩვენაც წინააღმდეგობა არ ვიყოთ და იყოს რუსული საქართველო. ეს არის რაც ქნეს ბელარუსში, რაც ქნეს რუსეთში და შესაბამისად აქაც იგივე იქნება, უბრალოდ არ მგონია ჯერ რუსულ ოცნებას იმის რესურსი კონდეს, რომ ეს რეპრესიებს უფრო ჩააჭიროს, ასე ვთქვათ. ესენი დროის გაწევლაზე არიან და რეპრესიების იმიტაციას აკეთებენ. არ შეუძლიათ საყოველთაო რეპრესიები ჯერ, თორე იმიტომ კი არიან გაჩერებულები, რომ ძალიან ვეცოდებით და ან ვუყვარვართ და ან ძალიან სამართლიანები არიან. უბრალოდ გადაგვივლიდან, უბრალოდ ჯერ რესურსი არ აქვს. ამბავი არის ეს და ჩვენი საქმე ის არის, რომ პროტესტი უნდა გადაიზარდოს წინააღმდეგობაში და რეალური წინააღმდეგობა უნდა იყოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქ ძალიან ცუდად საქმე, იმიტომ რომ მილიციელები, ვისაც მე ვიცნობდი, მიდიან ქვეყნიდან და აქ ვინც რჩება, ისინი არიან სამინისტროს ტყვეობაში, რადგან ცალკე ის ლომბარდები და ფინანსური დატვირთვა რაც აქვს, როგორც ყველა ჩვენ დანარჩენს, ისე მაგათაც აქვს ფინანსური დატვირთვები, მაგრამ ახლა მოუწევთ საკუთარ თავზე აღება იმ პასუხისმგებლობის, რაც ქვია ჯალათობის პირდაპირ თავის ხელით გაკეთება და არ მგონია რომ მაგალითად ის ბიჭი ხა ჩემზე უმცროსი როა იმას მოუნდეს ჩემი მოკლა ან რამე უსამართლობის ჩადენა იმ შემთხვევაში როცა თვითონ მას ეკნება ეს გასაკეთებელი. ჩვენ ვიცით რომ ჯალათები ყავს ქართულ ოცნებას, მაგრამ ისინი არ არიან ბევრი. შინაგან საქმეთა მოკლედ მილიციელები რაოდენობაში, რაოდენობაში, ანუ თოფიანი კაცები დაახლოებით იქნებიან 30,000 და ამათგან ჯალათი არ იქნება 30,000-ვე. მე ამაში დარწმუნებული ვარ და სწორედ მაგის იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში როცა იქნება და რუსული ოცნება გადაწყვეტს, რომ რეპრესიების ძალა შესწევს, ეს ბიჭი მე არ მესვრის. დარწმუნებული ვარ მაგაში, მინდა რომ ჯეროდეს და მაგის იმედით ვარ, თორე ის რომ რა ქვია გასაღეჭად გამზადებული წინააღმდეგობა რომ რუსულ რეპრესიებს ბოდიში და გადასაყლაპად უდევს პირში, არ მგონია რომ გაგვიშვას და გითხრას რომ მით ეხლა მეზარება და აღარ შეგჭამთ და როსტო, თქვენ რადგან თქვენ შეეხეთ ამ თემას და მინდა მაინტერესებს თქვენი აზრი ერთ საკითხზე. ბოლო დღეებში გამოჩნდა არაერთი ფოტო ძალიან ახალგაზრდა პოლიციელების, ისეთი რომ რაღაც ხუმრობდნენ კიდეც Facebook-ზე. აი ეს ძალიან ნორჩი ახალგაზრდა ბიჭების გამოჩენა პოლიციაში. შენი აკადემიიდან არიან, მაგრამ ამბავი ის არის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მილიციელების აყვანაზე გადაერთო, პოლიციელები გაუშვა სამსახურიდან, პოლიციელები გაიქცნენ იდეაში, ვინც შედარებით არაპირებდა ამ ყველაფერში მონაწილეობა მიეღო, წავიდნენ ქვეყნიდან, ეხლა აშენებენ მილიციას და აკადემიური ცენზი მოხსნეს. პირდაპირ ქუჩიდან აყავთ ადამიანები, უბრალოდ მინისტრის ბრძანებით და მორჩა. შესაბამისად არის ეს ვინც მოისურვებს და ვინც მაგალითად დაინტერესებულია ან მისი ოჯახია დაინტერესებული ან უბრალოდ ახალგაზრდებს იმიტომ იღებენ რომ
რეალურად პრობლემები აქვს. პრობლემებზე მაგით დავიწყე საუბარი, რომ მილიციელები აქედან წავიდნენ, პოლიციელები მიდიან აქედან. ჩემი ნაცნობები პირადად, რა ვიცი, როგორ თქვა, ზოგი ტაქსობს, ზოგი რავი. დლები არიან, ისინიც კი წავიდნენ ქვეყნიდან და ერთ საკითხს მინდა თქვენი აზრი კიდევ ბოლო დღეების ესეთი ყველაზე ტკივნეული და გახმაურებული თემა ემიგრანტების საკითხი მოგეხსენებათ ხო? აი ხმის მიცემის უფლება საპარლამენტო არჩევნებში ფაქტობრივად კარგავენ ემიგრანტები. თქვენი აზრით ეს რაზე მეტყველებს გარდა იმისა, რომ თქვათ ოცნებას რაღაც შესაძლოა კი არა და თავისი მიზნები აქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ აი ეს რას ნიშნავს თქვენთვის? ეხლა ვიცით არჩევნები აქ როგორ ტარდება, რა ფაზები გადის არჩევნების დღემდე, როგორ ხდება პირადობების მობილიზება, წართმევა, დაშინება, მოსყიდვა, ამ ყველაფერს უწყლოდ ესენი ვერ ახერხებენ და მარტივად გადაწყვიტეს ეს პრობლემა, რომ იქ უბრალოდ არ მიაღებინონ მონაწილეობა. მანამდეც თუ გახსოვთ, უბნების გახსნაზე იყო, მევაჭრებოდნენ კაი ხანს. უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია რუსული ოცნების რეჟიმის პირობებში ჩვენ არჩევნებით რამეს მივახცევთ. ეგ არის შეუძლებელი. ფიზიკურად შეუძლებელია. ახლა დაიწყებენ ვაჭრობას, როგორც წეგან დაიწყეს, რა ქვია, ადრე საკრებულო და ლელომ და გახარიამ რო რა ქვია გამოგლიჯეს თვითმმართველობის არჩევნებზე. დაახლოებით იგივე ვაჭრობას დაიწყებენ ახლა ცოტა ხანში და დარწმუნებული ვარ, როგორც კი რუსული ოცნება მოისუფთავებს ველს, ჩანიშნავს ვადამდელ არჩევნებს და შეეცდება, რომ იმიტირებული გამარჯვება. თქვენ გაქვთ მოლოდინი, რომ ადამიანელი არჩევნები იქნება, ხო? რომელიც არ გჭირდება, რომელიც არაფერში არ გჭირდება. ახლა როცა მთელი წელი ვითხოვდით ადამიანელ არჩევნებს, რიგგარეშე ადამიანელ არჩევნებს, ახლა როცა ყველაფერი რადიკალურად შეცვლილია, ახლა ეგ არჩევნები ჩვენ არაფერში არ გჭირდება. ახლა ქართული ოცნება არაფერში არ გჭირდება, წავიდნენ რუსეთში, ვინც კრიმინალი აქვს გავასამართლებთ და ვინც მეტნაკლებად შეძლებს დაგვარად რეაბილიტირდება და შევეცდებით, რომ ავაშენოთ დემოკრატიული ქვეყანა. ფაქტია, რომ ყოველდღე ყველა ვინც აქამდე ვერ ამჩნევდა, ამჩნევს, რომ ნელ-ნელა ვემსგავსებით, რა ქვია, რა ვიცი, ყოველდღე ხდება ძალადობის ფაქტები და უსეთი ვართ ფაქტობრივად, არ ვიცი როგორ თქვა. დიდი მადლობა. თავისუფლება რეჟიმის ტყვევს. თავისუფლება რეჟიმის ტყვევს, ასეთი იყო როსტოს გზავნილი. მე შეგახსენებთ და კიდევ ერთხელ გაჩვენებთ, აქ მათი დევიძის სიტყვები აქვს დღეს ბათუმში აქციაზე გამოტანილი სინათლის საძიებლად უსასრულო წყდეათში. ასე ეხმიანებიან ბათუმის საპროტესტო აქციაზე მათი დევიძის პატიმრობას, ერთწლიან პატიმრობას უკვე. ბათუმში აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან კვლავ გრძელდება. აქციის მონაწილეები აქ კიდევ დარჩებიან დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ალბათ. და ყოველ საღამოს ისინი აქ იკრიბებიან იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გააპროტესტონ და თქვენ თავიანთი სათქმელი და თქვენ იცით, რომ უწყვეტი საპროტესტო აქციების მოთხოვნა, აქციების დაწყებიდან დღემდე ერთი და იგივეა, ეს გახლავთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თავისუფალ გარემოში პოლიტპატიმრების გათავისუფლება. და ეს მოთხოვნები მოკლედ არ იცვლება ბათუმის გარდა აქციები იმართება ცხადია დედაქალაქში, თბილისში, ასევე ახალციხეში და საქართველოს სხვადასხვა პატარა ქალაქსა თუ მუნიციპალურ ცენტრში. მათ შორის მინდა შეგახსენოთ, რომ ჩხოროწყუშიც, სადაც ყოველ საღამოს აქციის მონაწილეები იკრიბებიან, აპროტესტებენ და ცდილობენ ასე გააგონონ თავიანთი ხმა მთელს ქვეყანას და ასევე უწყვეტი საპროტესტო აქცია, რასაკვირველია, მიმდინარეობს ქალაქ ზუგდიდში. ბათუმის აჭარის მთავრობის სახლთან ისევ ფრიალებს საქართველოს დროშა, თქვენ აქ ხედავთ ევროკავშირის დროშასაც,
მაგრამ ბათუმის საპროტესტო აქციებს აქვე მინდა რომ შეგახსენოთ, რომ აღარ ყავს მედროშე, ბათუმის აქციების მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე პატიმრობაში იმყოფება, იგი 4 ოქტომბრის საქმეზე არის დაპატიმრებული და პირველი სასამართლოს ხდომა ჯერჯერობით არ გამართულა. თუ არ ვცდები, ჩანიშნულია ნოემბრის, უბრალოდ დეკემბრის შუარიცხვებში. მე ამით დღეს დაგემშვიდობებით, მანამდე თვალი გვადევნეთ ჩვენს ვებგვერდებზე ბათუმელები G და net გაზეთი G, რომ მიიღოთ გადამოწმებული სანდო ინფორმაცია. კარგად ბრძანდებოდეთ.